მოგესალმებით. გებრუნდებით ახალი ვიდეოთი, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან. პირველ ნაწილში განვიხილავთ ჩემი და ჩემი გოგოების წიგნის კლუბს და გაგიზიარებთ იმ წიგნებს, რომლებიც ავარჩიეთ წასაკითხად, ხოლო მეორე ნაწილში განახებთ ნამდვილ სამოთხეს დედამიწაზე. ეს არის კუნძული ბორაკაი, სადაც ვიმოგზაურეთ წინა კვირას. სწორედ ამ კუნძულზე წავიკითხეთ წიგნი Happy Place და გაგიზიარებთ მის მოკლე მიმოხილვასაც. დავიწყოთ წიგნის კლუბით. მე და ჩემმა მეგობრებმა, მარიამმა, ნანამ და თამომ ერთმანეთი გავიცანით ერთ-ერთ სამსახურში და გვქონდა ის ბედნიერება, რომ ყოველ დღე ვმუშაობდით საუკეთესო მეგობრებთან ერთად. ურა კარგი იყო. მარიამმა ჩემი წიგნების სიყვარული აიყვანა სხვა საფეხურზე, თვითონაც ძალიან უყვარს კითხვა და გამაცნო ძალიან ბევრი საინტერესო ავტორი და აღმოჩინა ძალიან ბევრი კარგი წიგნი. და სწორედ მარიამს მოაფიქრდა ეს იდეა, რომ შეგვექმნა წიგნის კლუბი. კლუბისთვის ვიყენებთ აპლიკაცია Fables. ძალიან მოსახერხებელია, ყოველი თავის შემდეგ შეგვიძლია ერთმანეთს დავუტოვოთ პატარა კომენტარები და გავუზიაროთ ჩვენი აზრი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთი ხანგრძლივი ზარიც გველოდება, სადაც დეტალურად განვიხილავთ ჩვენ მიერ წაკითხულ წიგნებს. თითოეულმა ჩვენგანმა არჩია ერთი წიგნი და შემდეგ უკვე შემთხვევითობის პრინციპით ვათამაშებთ, თუ ვისი წიგნი იქნება პირველი და როგორ გაგრძელდება. და გვაქვს ვადა ერთი თვე. და მთავარია მოკლედ ამ ერთი თვის განმავლობაში ეს წიგნი წავიკითხოთ და შემდეგ ერთმანეთს ვხვდებით და დეტალურად განვიხილავთ, რამდენად მოგვეწონა ეს წიგნები. ახლა კი გაგიზიარებთ იმ წიგნებს, რომლებიც ავარჩიეთ ჩვენი წიგნის კლუბისთვის. მარიამმა აარჩია ჰარუკი მურაკამის უფერული ცუკურუ ტაძაკი და მისი პილიგრიმობის წლები. ძლივს ამიმახსოვრე ეს სათაური. მაგ პერიოდში ხალხი რომ ეკითხებოდა, რას კითხულობ, ესეთი ხანგრძლივი პაუზა მქონდა და ძლივს ხან ვეხსენებდი და ხან ვერ. მაგრამ დავიმახსოვრე. ეს წიგნი მოგვითხრობს ცუკურუზე და მის სკოლის დროინდელ 4 საუკეთესო მეგობარზე. მათ ჰქონდათ ძალიან მჭიდრო და ახლო კავშირი, მთელ დროს ერთად ატარებდნენ. შემდეგ ცუკურუმ სხვა ქალაქში ჩააბარა უნივერსიტეტში და როცა თავის ქალაქში ბრუნდებოდა ხოლმე, რა თქმა უნდა, აქტიურად ხვდებოდა ისევ თავის მეგობრებს. თუმცა ერთ-ერთი დაბრუნებისას არც ერთმა მეგობარმა მას აღარ უპასუხა ტელეფონზე, არავინ არ მოიკითხა და დაჟინებული ზარების შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა უბრალოდ თხოვა, რომ აღარ დაერეკა არც ერთი მათგანისთვის და უთხრეს, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. ცუკურო, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ გადაიტანს ამ ამბავს და აქვს მწვავე დეპრესია. 16 წლის შემდეგ მისი მეგობარი გოგონა ურჩევს ცუკურუს, რომ აუცილებლად შეხვდეს თავის მეგობრებს და გაარკვიოს, თუ რა მოხდა 16 წლის წინ და რატომ გარიყეს ის საუკეთესო მეგობრებმა. სხვათა შორის ჰარუკი მურაკამის ნორვეგიული ტყე მქონდა აქამდე წაკითხული და ორივე წიგნის დროს იყო რაღაც მომენტები, როცა თავს ვგრძნობდი უხერხულად. ისეთ ემოციებს იწვევს ჩემში ეს ავტორი, რომ რაღაც მომენტში ცოტა დავფიქრდი, რამდენად ჩემი იყო, ასე ვთქვათ, მურაკამი. ვფიქრობ, მურაკამის ხიბლი სწორედ იმაშია, რომ ძალიან ღიად და შიშვლად განახებს ადამიანურ ბუნებას. რაც ხანდახან შეიძლება ეს წაკითხვისას იყოს უხერხული, მაგრამ ძალიან საინტერესო. რადგან მე ამ წიგნმა დამაფიქრა ჩემს ძველ მეგობრებზე, ვინც გვერდით აღარ მყავს და თითქოს კიდევ ერთხელ გავიარე ის ურთიერთობა, რაც მათთან მქონდა, ის შეცდომები, რაც მათთან დავუშვი და ძალიან საინტერესო პროცესი იყო ნამდვილად და მიხარია, რომ ასეთი ემოციები გამოიწვია ჩემში ამ წიგნმა. მთლიანობაში ძალიან მომეწონა, ძალიან სევდიანი იყო, ძალიან ემოციური, რამდენიმე მომენტი იყო განსაკუთრებულად კარგი. ამ წიგნს დავუწერე 4 ვარსკვლავი და გულწრფელად გირჩევთ, დამიჯერეთ, რომ ემოციების გარეშე ეს წიგნი ნამდვილად არ დაგტოვებთ. ნანამ აარჩია ბრიანა ვისტის The Mountain Is You. ეს წიგნი არის იმაზე, თუ რამდენად ვუშლით ხელს საკუთარ თავს, რომ მივაღწიოთ სასურველ მიზნებს. ალბათ დაგვისვამს კითხვა, რომ აი რატომ ვართ მაგალითად ტოქსიკურ ურთიერთობაში, რატომ ვერ ვიწყებთ იმ საქმეს, რომელიც გვინდა რომ დავიწყოთ და ასე შემდეგ. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყოველთვის ფიქრობთ, რომ გარშემომყოფები და ზოგადად სამყაროა დამნაშავე იმაში, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. მაგრამ ეს წიგნი ძალიან კარგად გვანახებს, რომ პრობლემა უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში და კარგად ჩავეძიოთ ჩვენს ქვეცნობიერს და ამოვხსნათ, თუ რატომ ვართ იმ სიტუაციაში, სადაც ვართ და რა უნდა შევცვალოთ. ამ წიგნმა განხეთქილება შემოიტანა სადაქალაქში. მე მგონი აზრები გაიყო და ამაზე უკვე მოგვიანებით რა თქმა უნდა გაგებინებთ თუ რა მოხდება. მე თვითონ კითხვის პროცესში ვარ. ჯერ სადღაც მეოთხედი წავიკითხე წიგნის და ძალიან მომწონს. ბევრი საკითხი მოვინიშნა, რამაც ცოტა სხვანაირად დამაფიქრა და აუცილებლად მიუბრუნდები კიდევ ამ თემებს. ასე რომ ნახოთ რა იქნება. შემდეგი წიგნი, რომელიც მე ავარჩიე, არის ფრანც კაფკას პროცესი. ფრანც კაფკას არც ერთი წიგნი არ მაქვს ჯერჯერობით წაკითხული და ნამდვილად დროა რომ გავეცნო ამ ავტორს. წელს მინდა წავიკითხო მისი პროცესი და გარდასახვა.
რაც შეეხება ამ წიგნს, მთავარ პერსონაჟ იოზეფს დაიჭერენ და არავინ არ ეუბნება იმას თუ რის გამო დაიჭირეს, რა შეედება ბრალი, ვინ არის მისი მოსამართლე და ასე შემდეგ. არის გაუთავებელი, აბსურდული სასამართლო პროცესები და მისი ცხოვრება უბრალოდ არის დაუსრულებელი კოშმარი. ძალიან ბევრი კარგი შეფასება მაქვს მოსმენილი ამ წიგნზე და ზოგადად ძალიან მაინტერესებს კაფკას წერის სტილი. ასე რომ იმეც ვიტოვებ, რომ გაამართლებს მოლოდინს და ჩემს გოგოებსაც მოეწონებათ. ნახოთ. თამა მარჩია ოთარ ჭილაძის ყოველმან ჩემმან პოვნელმან. როგორც წავიკითხე, ამ წიგნში ისტორიული სინამდვილე ერწყმის მისტიკას. უკვე საინტერესო ჟღერს. და როგორც ვიცი, ისტორია აგებულია ერთ ოჯახზე, რომელიც მიუყვება 4 თაობას და აქ ნაცვლად ხედავთ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც იდგა ჩვენი ქვეყანა. ეს ნაწარმოები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანურ მორალს, პასუხისმგებლობას და ადამიანის დანიშნულებას სამყაროში. და დიდი რეკომენდაციაა, რომ ვისაც მაგიური რეალიზმი უყვარს, აუცილებლად წაიკითხოს ეს წიგნი. ძალიან მაღალი შეფასება აქვს Goodreads-ზე, 4.74 ვარსკვლავი. მართლა საოცრებაა და ისედაც არავისგან არ მომისმენია ცუდი არაფერი ამ წიგნზე, პირიქით ვინც წაიკითხა, ყველა არის აღფრთოვანებული. ასე რომ დიდი მოლოდინით ველოდებით რა თქმა უნდა ამ წიგნსაც. ახლა კი მოდი დავათვალიეროთ კუნძული ბორაკაი. მთავარი პერსონაჟები არიან ჰარიეტი და ვინი. ისინი მათი გარშემოყოფებისთვის ითვლებიან იდეალურ წყვილად. თუმცა სინამდვილეში ისინი უკვე 5 თვე არაც ერთმანეთს დაშორდნენ და მისმა მეგობრებმა ამის შესახებ არაფერი არ იციან. სიტუაცია იძაბება მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მეგობარი ყველას დაპატიჟებს თავის კოტეჯში. ჰარიეტი და ვინი გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ვერ აღიარებენ, რომ ერთად აღარ არიან და უწევთ თამაში და თავის მოჩვენება, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა. სიმართლე რომ გითხრათ, ზუსტად ვიცოდი როგორც დასრულდებოდა ეს წიგნი და რა მოლოდინიც უნდა მქონოდა, თუმცა მინდოდა წამეკითხა საინტერესო რომანტიკული ისტორია, სადაც იქნებოდა საინტერესო წყვილი და სიუჟეტიც კარგად განვითარდებოდა. ეს წიგნი არის დაახლოებით 400 გვერდამდე და გულწრფელად რომ ვაღიარო, ვთვლი რომ 150 გვერდით სრულიად ეყოფოდა იმ შინაარსს, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ. ვერ გავხდი ჰარიეტის და ვინის დიდი გულშემატკივარი, ფიქრობ რომ ერთხელ რომ დამსხდარიყვნენ და უბრალოდ გულწრფელად ელაპარაკათ, ძალიან მარტივად მოგვარდებოდა მათი გაურკვევლობა. საბოლოო ჯამში წიგნი მომეჩვენა ცოტა გაწელილი და სამწუხაროდ ის კარგი სასიყვარულო ისტორიაც ვერ მივიღე, რისი მოლოდინიც მქონდა, ამიტომ დავუწერე 2 ვარსკვლავი. ემილი ჰენრის აუცილებლად მივცემ კიდევ ერთ შანსს და შემდეგი წიგნი, რომელიც უნდა წავიკითხო, არის People We Meet on Vacation. სხვათა შორის ამ წიგნის ეკრანიზაციაც გამოვიდა ცოტა ხნის წინ და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს მოლოდინს. დღეისთვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს. ასევე რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და გემშვიდობებით მომავალ კვირამდე. დროებით.